გამარჯობა. აგენტ 3 როგორც კი გამოვიდა რეპრეტის, რა თქმა უნდა, გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ახალი ფიჩერები დამეტესტა და პარასკევს საღამოს დავწერე დიდი PRD, ალბათ ერთი 3 თაღის ფურცელი იქნებოდა, რომ ამოგვებეჭდა, რომელიც მოკლედ დაახლოებით ესეთი რაღაც არის, რომ SVG ფაილების ედიტორია, ანუ შენ თუ რო დახატო, ან არსებული SVG ატვირთო და რაღაცები შეცვალო. ვექტორული გრაფიკების ედიტორი არის, მოკლედ მთელი დავალება. Ну, რა თქმა უნდა, აქამდე რაც მისდია იმათთან შედარებით, ცოტა კომპლექსურია, ვინაიდან UI არის კომპლექსური და მისი დატესტვა შეიძლება მიუხედავად ახალი ფიჩერისა, რომ დატესტვა შეუძლია, გასჭირებოდა, მაგრამ მაინც საინტერესო იყო, რამდენად შეძლებდა გაკეთებას. მოკლედ, ორი ვარიანტი გავაკეთე სულ. ერთი მთლიანად ავტონომიური, რაც ეხა გამოვიდა, და მეორე გავაკეთე ჯერ რომ დიზაინს აკეთე, ეგეთი ფიჩერიც არის კიდევ ახალი დამატებული, რომ შეგიძლია ჯერ მხოლოდ დიზაინის ნაწილი გააკეთებინო, შეთანხმდეთ, ასე ვთქვათ, დიზაინზე და შემდეგ სწხოვო თვითონ აპლიკაციის აწყობა. მოკლედ ორივე ვერსია გავაკეთე, პარასკევს დავიწყე რა, გავუგზავნე მოკლედ და ჩავრთე ავტონომიურზე და დღეს უკვე კვირა არის, დღეს დილით მოკლედ მოვიცალე მაგისტვის და შევხედე და პირველი შეფასება სრული შოკი იყო. არადადებითი, იმიტომ რომ sign-ins რო დავაჭირე, მთლიანად დაიქრაშა, ბრაუზერი გაითიშა და ეგეთი რაღაცა არ მინახია არასოდეს რავი. დაახლოებით 8 წელია, რაც web development-ში ვარ ჩართული პროფესიონალურად და არასოდეს ეგეთი რამე არ მინახია, რომ საიტზე ღილაკის დაწოლის შედეგად მთლიანი ბრაუზერი გაითიშოს, მაგრამ მოკლედ ესეთი რაღაცა მოხდა და მე ნუ ეგ მოაგვარეთ, შემდეგ კიდე მქონდა სხვადასხვა იტერაციები, იმიტომ რომ რაღაცა ერორები იყო დალოგინების პროცესში და ასე შემდეგ და მოკლედ UI-მდე როგორღაც მივედი და ეხლა მინდა რომ გაგიზიაროთ ორივე შემთხვევა და როგორ იყო. ეს პირველი შემთხვევა არის, რომ პირდაპირ PRD მივეცი და ავტონომიურად გავუშვი. დაახლოებით საათნახევარი იმუშავა. UCG $40 მივეცი ბიუჯეტი და $27 დახარჯა, 28 უკვე 27 იყო თავიდან და მე სიტუაციებში კიდე $1 დაემატა სავარაუდოდ. და ესეთი რაღაც გამოვიდა. აი ესეთი layout-ია. უმეტესი ფუნქცია რეალურად არ მუშაობს. აი zoom-ი მაგალითად მუშაობს. მაგრამ დახატვის ფუნქცია არ მუშაობს, მოკლედ არც ეს. line-ზე საერთოდ ერორდება. თუმცა ზოგიერთი ფუნქცია მუშაობს, მაგალითად კვადრატის დადება შეგიძლია კიდე ფერების შეცვლა. stroke-იც მუშაობს, სწორად მახსოვს, კი ბატონო. თუმცა მისი გადიდება და პატარავება ასევე არ მუშაობს. წრე მუშაობს, სამკუთხედი არ მუშაობს, ტექსტი თითქოს მუშაობს, მაგრამ ტექსტის დაედიტება ვერ შევძელი. მოკლედ, სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი შედეგია თქო, მოგატყუებთ, იმიტომ რომ მეც ველოდი ყოველ შემთხვევაში იმედები მქონდა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად არა, მაგრამ აქამდე რაც ვემუშავეთ, თქვათ აი დინოზაურის პროექტის ფარგლებში და მანამდე რაც მიცდია კიდევ და ეხლა კი ახალ ვერსიაში კიდე გავაკეთე დაბადების დღის ბოტი, რომელიც ჩემი დაბადების დღისთვის ხალხს ეხმარებოდა, რომ დარეგისტრირება
რეგისტრაცია გაიარათ, მოკლედ რაღაც შესაძლებლის კითხვის უსვამდა და სულ $10 დაждდა, ანუ ეს არა ავტონომიურად თავიდან აგენტურით არის გაკეთებული. დინოზაური მთლიანად $5 გამოვიდა და ორივე პროდუქტი, პროექტი რაც არის, მოკლედ ძალიან კარგად მუშაობს. და ამ შემთხვევაში $27 წაიღო ამან და საერთოდ მუშა მდგომარეობასთან ახლოსაც არ არის, ჯერ კიდევ უამრავი იტერაცია იქნება რეალურად საჭირო, რომ ეს რაღაცა გამოყენებად პროექტად ვაქციოთ და realობაში მოკლედ ზიად კმაყოფილი არ ვარ ჯერჯერობით, ალბათ რაღაც დრო დაჭირდება, რომ ეს ავტონომიურობა ცოტა მეტად დაიხვეწოს, როგორც გადავხედე, ხა ძალიან დიდი საათნახევარი იმუშავა და ძალიან ბევრი ტექსტი იყო, არ დამეკითხე მთლიანად, მაგრამ რაც გადავხედე, მოკლედ ცოტა რაღაცა სისულელეები და მოჩვენებები მქონდა, თუმცა მე თვითონ გამოასწორა, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში მგონია, რომ $27-ზე ბევრად უფრო იაფად მივიყვანდი მე თვითონ vibe coding-ით, მოკლედ ავტონომიურობის გარაშე ამაზე უკეთეს შედეგამდე მივიყვანდი, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე ალბათ მაგის დროც გვექნება, რომ ეგ დავტესტოთ. მეორე რაც შეეხება, რომელიც არ დავიწყეთ პირდაპირ ავტონომიურობით, არამედ ჯერ გავაკეთეთ დიზაინი, ანუ დიზაინის გაკეთება ვთხოვე, ეგეც ერთ-ერთი ფიჩერი არის ახალი, როცა აი ეს არის max ავტონომიის ფიჩერი, მაგრამ როცა იწყებ, თავიდან გთავაზობს, რომ მთლიანი აპლიკაციის მაგივრად ჯერ გააკეთოს მხოლოდ დიზაინი და შემდეგ დიზაინს რო დაადასტურებ, მე დაიწყოს აპლიკაციის გაკეთება და დიზაინი გავაკეთეთ მოკლედ ერთად და შემდეგ ავტონომია ჩაურთე და უკვე მივეცი მთლიანი დავალება. და რაღაც ესეთი გამოვიდა. სხვათაშორის ამ პროექტმა მთლიანობაში $15 ბილი შექმნა და საკმაოდ უკეთესი შედეგი გამოიყო, როგორც ხედავთ. ეს არის პატარა რაღაცა, იმასაც ჰქონდა ეგეთი, თუმცა ძალიან პატარა, აქ არის სკროლება, მოკლედ ეს არის მთელი ფრონტ-ენდი, ანუ ლენდინგი დავარქვათ, მოდი ამას, ანუ მთელი ლენდინგ პეიჯი ეს არის. ამის შემთხვევაში ლენდინგ პეიჯი შედარებით უკეთესია. აქვს პრაისინგის ღილაკი და კიდე დამატებითი პრაისინგი აქვს, ანუ ეს ყველაფერი რეალურად დეტალურად იყო გაწერილი, რა პრაისინგი უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ყოფილიყო, რა ფუნქციები უნდა ყოფილიყო, მოკლედ კი, საკმაოდ ერთიხვეთ მარტივი აპლიკაციაა, მაგრამ ყველაფერი დეტალურად გავწერეთ PRD-ში მე და ChatGPT-მ, რომ რაღაცა წარმოსახვისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ადგილი აღარ დარჩენილიყო. მოკლედ, იმიტომ რომ როგორც აქამდე გვისაუბრია, ეს საუკეთესო გზა არის რეალურად AI-ის გამოყენება, ამ გამოყენებისთვის არა მარტო vibe coding-ში, არამედ ნებისმიერ სხვა საქმეში, თუ გინდა რომ რაღაცა AI კარგად გააკეთოს, უნდა ეცადო რომ მაქსიმალურად შეზღუდო და კონკრეტული მოკლედ დავალება მისცე, რამდენიც შესაძლებელია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამას, აქ შედარებით უკეთესად გვაქვს საქმე, AI ასისტენტის ფიჩერის უკეთ გამოიყურება შეგიძლია ჩაკეთო და გახსნა, თუმცა სად კარგად, როგორც მივხვდი, არ მუშაობს, რა თქმა უნდა, მობაილზე არც ეს და არც ის არ არის მორგებული და მობაილზე საშინელი ინტერფეისია საერთოდ ვერ გამოიყენებ. თუმცა აქ მაინც ამას დახატვა შეუძლია, ეს ფენის ფუნქცია არ მუშაობს, თუმცა line-ი მუშაობს. line-თან ერთად კვადრატი და წრე ისე მუშაობს, სამკუთხედია თუნდაც აქაც არ მუშაობს. ისრების დახატვა უნდა შეძლო წესით და ისრები არ მუშაობს. ტექსტი აქაც მუშაობს, მაგრამ ტექსტის შეცვლა მოკლედ აქაც ვერ მოვახერხე.
მოთქვა რამე განსაკუთრებული სხვაობა არის ამასა და იმას შორის, დიდი არაფერი ჩემი აზრით, უბრალოდ ოდნავ უფრო ლამაზი არის ეს ვარიანტი. ცოტა უფრო მეტი რაღაცა მუშაობს და პრაქტიკულად ნახევარი ფასი დაჯდა იმისი, რაც ის პირველი ვარიანტი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ იმ ფიჩერმა გაამართლა, რომ აი ჯერ დიზაინი აწყოთ ერთად, იმიტომ რომ დიზაინში ხო რეალურად ფიჩერებიც ჩანს, ანუ რა უნდა გქონდეს რა ვებსაიტს და როგორ უნდა მუშაობდეს, უფრო მეტად გასაგები არის ალბათ მე უკვე აგენტისთვის. ამიტომ ეგ კარგი ფიჩერი არის რეალურად, რომ ჯერ დიზაინი აწყო, დიზაინის საბოლოო ვარიანტზე შეჯამდე აგენტთან ერთად და მე ესთხოვა უკვე ამ ყველაფრის გაცოცხლება და ფუნქციონალის აწყობა. რაც შეეხება ავტონომიურობას, ამ შემთხვევაშიც ავტონომიურობაზე რა მოგახსენოთ, მოკლედ თლად კარგი შედეგები არ გამოიღო. თუმცა აი ეს ვარიანტი იმდენად კარგი ვარიანტია, რომ თუ თქვათ ამ პროექტის გაგრძელება გადავწყვიტე, ამას ავირჩევ, რომ აქედან გავაგრძელო იმ პრობლემების აღმოფხვრა და იმ ფიჩერების დამატება, რაც აკლია. იმიტომ რომ პირველ რიგში ამას საერთოდ დალოგინებაზე და ეგეთ რაღაცეებზე პრობლემა არ ქონია თავიდანვე. როგორც კი ცადე პირდაპირ შევედი, არანაირი იტერაცია არ დამჭირვებია, იქაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს 2 დღის წინ რაც დაამთავრა თვითონ მან გავჩერდით, მე აღარ გვილაპარაკია. 1 საათი იმუშავა ამან იმის განსხვავებით, რომელსაც საათნახევარი იმუშავა მთლიანობაში და შედეგი მაინც რავი ოდნავ უკეთესია და ბევრად უფრო იაფი. რაც მნიშვნელოვანი არის ასევე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგად არის უკვე შეკრული, ნაკლები შეცდომები არის დაშვებული და შემდგომი განვითარებაც არ იქნება იმდენად რთული და ძვირი. მოდი AI-ასისტენტის დავტესტოთ. Okay, აი აქაც რაღაცა ერორი გვაქვს. მოკლედ AI ასისტენტი წესით უნდა ქმნიდეს SVG ნახატს და აი ამ კანვასში უნდა აგდებდეს. მოკლედ მთელი იდეა ეგ იყო, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიჩერი იყო ჩემთვის, შეჯერობით მინდოდა რომ კანვასისა და კანვასში დაედიტების ნაწილი მოკლედ გაეკეთებინა, რაც შეიძლება კარგად და შემდეგ უკვე ნაწილს მეც AI-ის ინტეგრაციაში მოკლედ მეც კარგი გამოცდილება მაქვს და მაგ ნაწილს ჩემითაც გავაკეთებდი ამას რომ კარგად ემუშავა. მოკლედ მთლიანობაში შეგვიძლია შევაჯამოთ ისე რომ სრული ავტონომიურობის ფუნქცია ჯერჯერობით ძალიან ახალგაზრდა და მოკლედ არაფერი განსაკუთრებული value არ მოაქვს. ერთი დასატესტი გვაქვს კიდე ის кейსი, როცა რაღაცა დიდი პროექტი გაქვს უკვე, რაღაცა ემუშავები ამ პროექტს და მან გაქვს რაღაცა დიდი ტასკი და ეგ რომ მისცე, სრული ავტონომიურობის პირობებში რას გააკეთებს, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს რომ მანდაც შესწდება, იმიტომ რომ აი ტექსტებიდან რო წეღარაც გითხარით, რაც დავაკვირდი, ამ ავტონომიურობის პროცესში რაღაცა ზედმეტებს აკეთებს. მე დატესტვის დროს ხვდება რომ ეს რაღაცა სისულელები გააკეთა და მე მაგების ამოშლაში ხარჯავს მოკლედ დროს და ტოკენებს მე ისევ რაღაცა სისულელებს ზედმეტობებს აკეთებს მოკლედ და ეს პროცესი ამ იტერაციულ პროცესს თავის თავთან გადის და ჩემი აზრით ადამიანი ბევრად უფრო კარგად მიაქცევს მაგ შემთხვევაში ყურადღებას და რა თქმა უნდა თუ დრო გაქვს და შეგიძლია ჯობია რომ ისე ვაიპ კოდინგის მხარეს დახვიდე და რაღაც როგორც ვთქვათ დინოზაური შევქმნით ეგრე შექმნა შენი პროექტი ვიძრე თნიათ ავტონომიური აგენტი აირჩიო. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რამე კითხვები გექნებათ როგორც ყოველთვის შემეხმიანეთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. თუ ვინმე დატესტავთ აგენტ 3-ს და რამე ინსაიტები გექნებათ, რამე მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ და გამიზიარებთ, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. აბა, მომავალ შეხვედრამდე.